ეს არის 8 აგვისტო, ჩემთვის და ნებისმიერი ჩვენგანისთვის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და ფიქრობ, დედამიწის ნებისმიერი მოქალაქისთვის ეს დღე არის განძლეობის, იმედის, სირცხვილის, უბედურების და ბედნიერების დღე. როდესაც ერთმა პატარა ქვეყანამ განსაზღვრა, კიდევ ერთხელ განსაზღვრა საკაცობრიო ისტორია, დიდი და უშველებელი, საშიში, აბსოლუტურად შიგნიდან გამომპალი და ყოვლად უაზრო სახელმწიფოს რუსეთის აგრესიის დადგომით და განძლეობით. ეხლა, როდესაც არის ლაპარაკი, ვინ დაიწყო, ჩემთვის ეს კითხვა არის ამაზრზენი. ჩემთვის ეს კითხვა არის შეურაცხყოფელი არა მარტო ადამიანური ღირსების გამო, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, არამედ როგორც ისტორიულ მონაკვეთში ჩასმული ჩვენი ეხანდელი თაობისა, ხო? და თაობებისა, რომლებიც ვართ ეხლა აქ. და ამ წამს საუბრობთ ამაზე. ამაზრზენია, იმიტომ რომ ასეთი კითხვა არასოდეს არ გაჩენიათ არც პოლონელებს, არც ჩეხებს, არც უნგრელებს, არც ბალტიისპირელებს, არავის ფინელებს, არავის საერთოდ, სადაც კი ესეთ საქმეში ჩარეულა რუსეთი და ყოფილა იქ რუსეთის სამხედრო აგრესია განხორციელებული. როდესაც დღესაც 4 წლის თავზე არის ლაპარაკი ამაზე, ვინ დაიწყო ომი, ეს არის უკვე აი თითქოს გადაფურთხება მთელი ქართული ისტორიისა, იმ მე-18, მე-17, მე-19 საუკუნეებიდან უკვე გამძაფრებული ისტორიისა, რაც რუსეთთან არის მიერთებული ჩვენი ბედი, როგორც სახელმწიფოს ბედი, როგორც პიროვნებათა ბედი ამ საქართველოში. აი ამ კონკრეტულ საქართველოში, რასაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ამიტომ ეს რომ მოვიშოროთ ყველაფერი, მე კიდევ ერთხელ მინდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება, რომ მოძრაობა Stop Russia არის ისეთი აქტიური, როგორც არასდროს, ეს სლოგანი კიდევ უფრო აქტიური გახდა იმ გაგებით, რომ ომი, რომელიც გამოაცხადა რუსეთმა თავისუფლების წინააღმდეგ და თავისუფლების სიმბოლო დღესდღეობით და ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველო და მარტო საქართველო, იმიტომ რომ ამ პატარა მარგალიტზე მოდის სწორედ უშველებელი აგრესია რუსეთისა და არა სხვა რომელიმე ქვეყანაზე, ასეთი ზომის. ამიტომ ეს სიტყვა შეაჩერეთ რუსეთი, ფიქრობ, უნდა იყოს მოდებული მთელ ზედამიწაზე, ზუსტად ისე როგორც იყო ეს 2008 წელს ომის დროს. იმ გაგებით, თუ რუსეთი არ შეჩერდა და ის ძალიან მალე შეჩერდება, მაშინ ეს განგრენასავით მოედება მთელ სამყაროს, მთელ თავისუფალ სამყაროს და რუსეთს აქვს ამის ნათელი და ძალიან მკაფიო და აქცენტირებული მაგალითები, როდესაც ის შევიდა უნგრეთში, შევიდა პოლონეთში, შევიდა ჩეხეთში, შემოვიდა საქართველოში, უკრაინაში, ბალტიისპირეთში, ბევრ რესპუბლიკაში და იქ დატოვა თავისი ამყრალებული გაპარტახების სისაზიზღრე. აი ამ გაპარტახების სისაზიზღრეს ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სიფხიზლით და იმ ისტორიული დანიშნულების კარგად გააზრებით, თუ რატომ არის საქართველო თავისუფალი და რატომ უნდა იყოს მაგალითი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, სწორედ საქართველო და არავის სხვა. იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ისეთი მეზობელი, სადაც ყველაზე მგრძნობიარად არის განცდილი ეს ინსტინქტი თავისუფლებისა ჩვენაც გვაქვს. რუსეთს უნდა ყველაფერი და ეგრევე, მაგრამ რუსეთი მიიღებს არაფერს და თანდათან. მე ამის ღრმად მწამს და ამაში ვარ დარწმუნებული ბოლომდე. რუსეთის ანგარება ეს არის ანგარება რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი წინასწარ განუჭრეტელი სისულელეებისა. ანგარება, როდესაც ის რაღაცა შეიძლება რუსეთს საერთოდ არ ჭირდება, მაგრამ ის რაღაცა არასოდეს არ არის რუსეთისთვის საკმარისი. აი ეს არის მათი ღვარძლი, მათი ბოღმა, მათი შური, მათი ეშმაკეული რაღაცა სახე კრემლისა განსაკუთრებით. აი ამიტომაც ვეძახი მე პირადად კრემლს, ეშმაკთა სამკვიდროს, რომ ისინი ვერ იტანენ ვერც თავს და ვერც დანარჩენ მსოფლიოს, ღია საზოგადოებას, თავისუფალ სამყაროს. ადამიანი იბადება თავისუფლად და თავისუფალი ადამიანი პირველი ამოსუნთქვიდან პირველი ჩასუნთქვიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ადამიანი თავისუფალია დაბადების პირველი წამიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც არის პლანეტის ხმელეთის 1/6-ის მფლობელი, ვერ იტანს თავისუფლად და თავისუფალ მოაზროვნე, თავისუფლად დაბადებულ, თავისუფლად მყოფ პიროვნებათა ერებს, სახელმწიფოებს. რაღაც ეს თანდაყოლილი ზიზღი აქვს. ამიტომ სწორედ ჩემი სიტყვა შეაჩერეთ რუსეთი, ეს აქტუალური იქნება მანამ, სანამ ეს კითხვა კიდევ იარსებებს საქართველოში და ეს არის ჩემთვის სამარცხვინო და ამაზრზენი კითხვა, ვინ დაიწყო ომი, მას მერე რაც ამხელა ისტორია გვაქვს.
და გავიხსენოთ კარგად, რომ არც ერთი ევროპული საზოგადოება, არც ერთი ევროპული ქვეყანა და მით უმეტეს დასავლეთ ევროპული ამ კითხვას არასოდეს არ უსვამს თავის თავს. როდესაც რუსეთია საქმეში ჩარეული. ყველა მისის კარგად, რომ რუსეთის აგრესია თუ იწყება, ის არასოდეს მთავრდება კარგად. ის ყოველთვის გადაბრალებული ხდება შემდეგ იმ ქვეყანაზე, რომელზეც გამეთარდა ეს აგრესია. დიდი მადლობა, მზად ვარ გავცეთ თქვენ შეკითხვებს პასუხი. თუ არა და მეგონი მოვჭით. Okay. მეგონი ჩავეტირე რა 5 წუთი იყო რა. ცოტა 5 წუთი